80-იანი წლების ბოლოს ქართულ საზოგადოებაში ეროვნული თვითშეგნების ამაღლებასთან ერთად საბჭოთა რეჟიმის დროს 10 წლეულების მანძილზე დაგროვილი მრავალმხრივი მიმართულების ადამიანური ენერგია გამოთავისუფლდა. ამ დროს თავი იჩინა ქართული ეთნოფსიქოლოგიისათვის დამახასიათებელმა ნეგატიურმა თვისებებმა. მელოდომანიამ, შეუწყნარებლებამ განსხვავებული აზრისადმი. აი შეასრულეთ, რომ პატივი უნდა უცეთ ერთმანეთს. ხელი ჩაუსრულეთ. განხეთქილებამ თანამშრომლობამდე, რაც საერთო მიზნის მიღწევამდე ეროვნული მოძრაობისა და ზოგადად საზოგადოების ერთიანობის პერმანენტულ რღვევაში გამოიხადა. დაპირისპირება იყო რეპუტაცია შელახულ და დასუსტებულ კომუნისტურ ბანაკშიც. მოახლოებული საშიშროების გამო ერის კონსოლიდაციის მისია ერთი შეხედვით ყველა მეტყვირდა. თუმცა არა. კარგად უნდა მოგვეხსენებოდეს, უნდა ვიცოდეთ, თუ რას შეუძლია მოიტანოს თავისუფლება. თავისუფლება უნდა მოიტანოს, შეუძლია მოიტანოს მხოლოდ ერთსულოვნებას. როდესაც ერთსულოვანი იქნება დისიდენტი დეპუტატთან და დეპუტატი ითქვის იგივე სიტყვებს, რასაც ამბობენ თავისუფლად მოაზროვნენი. მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე თუ კი ოდესმე მიუღწევია ჩვენს ერს გამართული სახელმწიფოებრივი ცხოვრებისათვის, ეს მომხდარა მხოლოდ და მხოლოდ იმ პერიოდში, როდესაც ქართველთა უმრავლესობა გაერთიანებულა ეროვნული იდეის გარშემო. ბავშვებიც კი ის პატარა ბავშვები თქვენ არიცით იქ რო შედან ილია ჭავჭავაძის საზოგადოებას გაუმარჯოსო რო ყვირიან, იმასაც ყვირიან ჯუმბერ პატიაშვილს გაუმარჯოსო. პატარა ბავშვებიც კი მიხვდნენ იმ ერთობის აუცილებლობას. მოდი დავშტეთ ის ფრონტიც, რომელიც შეიქმნება, ერთიანი იქნება, რუსთაველის საზოგადოება, ჭავჭავაძისათვის. დავშტეთ, გავარკვიოთ, რაც უკეთეს იქნება, ისე გავარკვიოთ და ისე გადავწყვეტ. მაგრამ მე არ მინდა რომ აკაკი ბაქრაძეს უსტვენდნენ მოედანზე. მე არ მინდა რომ ზვიად გამსახურდიას ფსევდოპატრიოტს უძახდნენ გაზეთებში. მე მინდა სრული კონსოლიდაცია ჩვენი ძალებისა. არ შესულა კაურიკა და კალე ბობოხიძე რომ წამოაყენო და თქვას რომ თქვენთან ვართო, ჩვენ ხელი არ უნდა ვკრათ. თანაც ერთი რამე უნდა გავითვალისწინოთ. ერთი რამე აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ რო კაც ხელს ვკრავთ, ის კაცი, იმ კაცით ჩვენ ვზდით ჩვენი მტრების რიცხვს. ის კაცი ხვალ ჩვენ შემოგვიბრუნდება. გავერთიანდეთ და გონიერებას მოუხმოთ. ამას არავითარ შემთხვევაში მე არ მალაპარაკებს არაფერი. მე არა ვარ ის კაცი, რომელსაც ოდესმე რამე ქონია, ან ამის დაკარგვა შინებოდა. მე მინდა ყველა მიცოდეს, რომ ლიდერობისათვის ბრძოლა და ერთმანეთისათვის ჩრდილის მიყენება, სადაც არ უნდა მოხდეს ეს, აი სწორედ ეს არის ღალატი ქართული საქმისა. პირველ საკითხთან დაკავშირებით მინდა სიტყვა გადავცეთ ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გამგეობის წევრს ბატონ გურამ მამულიას. 1988 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ყველა გრძნობდა, რომ ქვეყანაში ახალი ძირეული ცვლილებები უნდა დაწყებულიყო. მოჩვენებითი ერთობის პირობებში პოსტდისიდენტური ორგანიზაციების ლიდერები საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას რადიკალურად განსხვავებული ხერხებით განაგრძობდნენ. პირველი სერიოზული ბზარი ეროვნულ პოლიტიკურ ბანაკში მაშინ გაჩნდა, როდესაც ზომიერ ილია ჭავჭავაძის საზოგადოებას რადიკალი გიორგი ჭანტურია გამოეგო. ჭავჭავაძის საზოგადოება კი ეროვნული მოძრაობის გარიჟრაჟზევე ზვიად გამსახურდიას გაემიჯნა. 1988 წლის 22-29 ნოემბრის მოვლენები საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ გარდამტეხ ეტაპად შევიდა. ამ დროს ქვეყანამ საბჭოთა რეჟიმისაგან მორიგი გამოწვევა მიიღო. მაშინ ილია ჭავჭავაძის საზოგადოებისაგან ახლად განაყოფილი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ინიციატივით მთავრობის სახლის წინ პირველი ფართომასშტაბიანი მარათონული მიტინგი და შიმშილობა დაიწყო. დაუშვებ მეგობრებო, რომ ველიკორუსული იმპერიალიზმი კონსტიტუციურად დაკანონდეს. დაუშვებ ამას. მასშტაბური აქცია საბჭოთა კავშირის კონსტიტუციაში ცენტრალური ხელისუფლების მიერ შემუშავებულმა ცვლილებებმა გამოიწვია. ამ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში 1936 და 77 წლების კონსტიტუციის ის მუხლი უქმდებოდა, რომელიც თითოეულ რესპუბლიკას საბჭოთა კავშირიდან გასვლის უფლებას აძლევდა. როგორც ცნობილი, ეს კანონპროექტი აღელვებს
მთელს ჩვენს საზოგადოებრიობას. იგი ითვალისწინებს მოკავშირე რესპუბლიკათათვის თვითფორმალური სუვერენიტეტის წართმევას. ასე რომ სუვერენიტეტი, რომელიც დღემდე ქაღალდზე მაინც გქონდა, ამიერიდან აღარც ქაღალდზე აღარ გვექნება. ასე რომ ბუნებრივია ესოდენ დიდი მღელვარება საზოგადოებისა და განსაკუთრებით ახალგაზრდობისა. მაგრამ სამწუხაროდ სესიაზე უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა დაიჭირეს საპირისპირო პოზიცია. მათ მოითხოვეს საბჭოთა კავშირის ახალი კონსტიტუციის შექმნა, რითაც უგულველყვეს მოთხოვნები ჩვენი ახალგაზრდობისა, ჩვენი ერისა. ამის გამო შიმშილობა გრძელდება, პროტესტები გრძელდება და გაგრძელდება. ახლა ქვეყნის ბედი საკავშირო უმაღლესი საბჭოს დეპუტატების პატრიოტიზმზე და პრინციპულ პოზიციაზე იყო დამოკიდებული, რომელთაც საკავშირო სესიაზე ეროვნული ინტერესები უნდა დაეცვათ. თუ ისინი არ დაიცავენ ჩვენი ერის ინტერესებს, თუ არ მოითხოვენ იგივეს მოსკოვში, მაშინ მათ ქართველი ერი გამოუცხადებს უნდობლობას და გამოაცხადებს მოღალატეებად. ეს შეიძლება ცოტა მწვავე და უკიდურესი გამოთქმა, მაგრამ ჩვენ უკვე აღარ დაგვრჩენია ცერემონიებისთვის დრო, ვინაიდან ძალზე საგანგაშო სიტუაციაა. ძალზე საგანგაშო, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს ეროვნულ ტრაგედიაში. ჩვენ არავის არ მოვერიდებით. ბატონო ზვიად, კონსოლიდაციისათვის და ერთად ბრძოლისათვის, ნუ მივაკერებთ ჩვენ ერთმანეთს იარლიქს მოღალატისას. შევიკრიბოთ თუ ის პროექტი კონსტიტუციისა განხორციელდა, მაშინ ჩვენ აქ თავში ვიხალოთ ან დეპუტატობა, ან მწერლობა, ან საერთოდ რაიმე ამ ქვეყანაში. იყო ამის ფაქტი, როდესაც ქართულმა მწერლობამ დატოვა ყრილობათა დარბაზი. ეს მინდა, მაგრამ არ მინდა მე ასეთი კატეგორიული ვიყო. მე როგორადაც გინდათ ისე ჩამითვალეთ, მაგრამ დღეს მე როგორც ქართველს, როგორც ქართველ კაცს, მე უფრო მეტი სატკივარი და მეტი საშიშროება მგონია, რომ ჩვენს თავს არის. მე არავის არაფრისკენ არ მოუწოდებ ერთი რამისკენ, რომ დღეს დავიწყოთ ჩვენი პოლიტიკური პლატფორმა, დავიწყოთ ჩვენი ურთიერთ დამოკიდებულება, მოგწონს თუ არ მოგწონს ერთმანეთი, გავერთიანდეთ და გონიერებას მოუხმოთ. გავალ თუ არ გავალ, დავრჩები თუ დავждები. არა, მე ასეთი განცხადებით იქ არ წავალ, ასე უნდა თქვას დღეს ქართულმა დეპუტატმა. მე წავალ იმ განცხადებით, რომელიც ბოლომდე ღირსეულია. შეასრულებენ თუ არა ეს იმათი საქმეა, მაგრამ ნათქვამი უნდა იყოს მაქსიმალურად და სრულად. მეგობრებო, ამიტომ მე მოვუწოდებ ქართულმა დეპუტატებმა გადახედონ თავის წინადადებას და შეიტანონ იქ მეორე პუნქტში ცვლილება. მოითხოვონ ეროვნული კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუცია. კონსტიტუციის შესწორებათა პროექტის უკუგდობის გარდა, მიტინგეები საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის იმ ბრძანებულების გაუქმებასაც მოითხოვდნენ, რომელიც მიტინგებსა და დემონსტრაციებს კრძალავდა. ნოემბრის ბატალიების დროს ასევე უკვე არსებობდა ეროვნული ძალების მიერ შემუშავებული 12 პუნქტიანი მემორანდუმიც. უმთავრესი პუნქტები ამისი გახლავთ: საქართველოს საგანგაშო დემოგრაფიული სიტუაციის მოგვარება, ქართველი ახალგაზრდების მასიური წამებისა და ხოცვა-ჟლეტის შეწყვეტა საბჭოთა არმიის რიგებში და ჰაუპტვახტებში, საქართველოს მოქალაქეობის შემოღება, დაწესება, რაც არასგზით არ ნიშნავს არაქართველთა გაძევებას საქართველოდან, არამედ ამით ჩვენ გსურს გზა გადაუკეტოთ უამრავ გარეშე პირებს სხვა რესპუბლიკებიდან შემოსულთ, რომელნიც უკანონოდ იტაცებენ საქართველოს მიწებს, ყიდულობენ მათ, უკანონოდ ეწერებიან ჩვენს ტერიტორიაზე. საქართველოს წინააღმდეგ ეკოლოგიური ომის შეწყვეტას, რაც გამოიხატება
გიგანტური ჰესების მშენებლობაში, გიგანტური წყალსაცავების მშენებლობაში, რაც სჭირდება ესოდენ ხელოვნურად გაზრდილ ინდუსტრიას, რომელიც საქართველოს ინტერესებს არ ემსახურება, რომელიც ემსახურება ცენტრალისტური ხელისუფლების ინტერესებს და ასე სურს თავისუფალ ხალხებს, ასე სურს ისტორიულ აუცილებლობას და რაც მთავარია, ასე სურს ღმერთს, რომ ეს იმპერია დაინგრეს. ჩვენი მიზანი და ნებისმიერი ხალხების მიზანი უნდა იყოს ერთი, სრული პოლიტიკური დამოუკიდებლობა. კონკრეტული მოთხოვნების გარდა ნოემბრის მიტინგების ლაიტმოტივი საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა იყო. ისმოდა რადიკალური განცხადებებიც ეროვნული დაუმორჩილებლობისა და მასობრივი გაფიცვების შესახებ. და თუ კი კრემლი გამოიტანს ანტიქართულ დადგენილებას, მაშინ ჩვენ მთელ ქართველებს მოუწოდებთ ეროვნული დაუმორჩილებლობისაკენ და დაუყოვნებლივ მოვითხოვთ საქართველოს დასტოს სამთაკავშირის შემადგენლობა. ილია ჭავჭავაძის საზოგადოების მთავარი მიზანი და მთავარი ამოცანა, რა თქმა უნდა, გახლავთ საქართველოს სრული პოლიტიკური დამოუკიდებლობის მიღწევა. თქოთ ერთი წუთით არ გვინდა აპლოდისმენტები. რა თქმა უნდა, მთავარი მიზანი და მთავარი ამოცანა ეს არის ილიას მთავარი იდეალის განხორციელება. ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდესო. ეს იყო ილიას ოცნება და ეს იყო ილიას შემდგომი 150 წლის მანძილზე, ამ სიტყვების თქმიდან 120 წლის მანძილზე ქართველი ერის მამოძრავებელი იდეა, ალბათ ქართველი ერის, ქართული ეროვნული მოძრაობის მამოძრავებელი იდეა. სხვა საკითხია, რომ დღევანდელი პოლიტიკური ვითარება ჩვენის აზრით არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დღესვე დავაყენოთ ჩვენ საბჭოთა კავშირიდან გამოყოფის საკითხი. გთხოვთ სწორედ გაგვიგოთ. რა თქმა უნდა, შესაძლოა ესეც ვწდები და დღესვე შეიძლება ვერ გეტყვით, მაგრამ ჩვენი აზრით დღესვე საბჭოთა კავშირიდან გამოყოფაზე საუბარი არის ნაადრევი და როგორც ბატონმა დაიყვირა იქ დარბაზიდან არ არის რეალური. პოლიტიკური რეალიზმის დეფიციტის გამო ეროვნული მოძრაობის ორ ფრთას შორის არსებული პოზიციური სხვაობა 1988 წლის 22-29 ნოემბრის მრავალათასიანი მიტინგის საერთო ფსიქოლოგიურ განწყობას არ დატყობია. ბზარი ერთ მუშტად შეკრული ეროვნული იდეით ანთებული ხალხისთვისაც შეუმჩნეველი იყო. თუკი პროექტი არ იქნება უარყოფილი, თუკი ეს პროექტი დამტკიცდება, მაშინ ეს სესია ისარგებლებს 69 საქართველოს კონსტიტუციის 69 მუხლის უფლებებით და საკავშირო კონსტიტუციის 72 მუხლის უფლებებით და მოითხოვს კავშირიდან გასვლას. რეჟიმის წინააღმდეგ, ნებისმიერ ტოტალიტარული დიქტატურული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა ესეთია. აბა ნაციზმის წინააღმდეგ ბრძოლა შეიძლებოდა ისეთი ზომიერი მეთოდებით? იქ საერთოდ, ხო? ანუ ეს ესია. ეჯახები იმპერიას, რეჟიმს. მე ჯერ ყველაფერი კონსტიტუცია კი არა, ყველაფერი ეროვნული მინდა. თავიდან ბოლომდე, მაგრამ არ დაგვემართოს მეთევზისა და მებადურის ამბავი. ყველაფერი სამი თვის ბავშვი არ შეიძლება დაიბადოს. ბავშვი უნდა დაიბადოს 9 თვის და ოდრა მოიყრიბოს ცოტა შვილები. რა თქმა უნდა, დამოუკიდებლობის ლოზუნგი აუცილებლად უნდა ყოფილიყო და ჩვენი საბოლოო და მთავარი მიზანი ეს იყო, მაგრამ ჩვენ გვინდოდა რომ როცა დამოუკიდებელი გახდებოდა საქართველო, მას რაც შეიძლება ნაკლები პრობლემები ქონოდა და იყო საკითხები, რომელიც მაშინვე უნდა გადაწყვეტილიყო. ნუ ასეთი იყო იგივე აფხაზეთის საკითხი და მთელი რიგი სხვა საკითხები. ამიტომ თვლიდით, რომ კონკრეტული მიზანი უნდა ქონოდა აქციებს და მას რო ძალა არ დაეკარგა და სწორედ ზემოქმედების უნარიც არ დაეკარგა, ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყო პერმანენტული აქცია. აი სწორედ ამაში ამ პერმანენტულობის ხიბლი და ეშხი და ძალა რომ აი დაუშვათ იმართება ერთი მიტინგი, როგორც გაიმართა 12 ნოემბერს ჩვენ რო გამართეთ. კარგი მიტინგი იყო, ხალხი ეგრე ამბობს ყოველ შემთხვევაში. დაიშალა ხალხი მერე წავიდა. ნუ მოვალ შეხვედრამდე, როგორც იტყვიან. მაგრამ ეს უკვე ყოველდღიურად რომ მიმდინარეობს ერთი კვირის განმავლობაში, ეს არის უკვე ყოველდღიური სკოლა, ყოველდღიური გამოცდილება. და აი ეს პოლიტიკური ბრძოლის
ყოველდღიურობა ზრდის სწორედ აი ამ უხეშად თქვა ობივატელს. ზრდის ამ ობივატელს. ეხლა მე იმას კი არ ვამბობ, რომ ამიტომ უნდა ვიждეთ მთელი წლის განმავლობაში და დავიხოცოთ, რომ ვიღაცა აღზარდოთ. არა, მაგრამ დღეს ეს ფორმა ხვალ სხვა ფორმაზე, ის ფორმა და მრავალი ფორმით, მაგრამ განუწყვეტლივ, პერმანენტულად. მიტინგით, დემონსტრაციით, ეროვნული დაუმორჩილებლობით, გაფიცვებით, შიმშილობებითაც ბატონობით, პეტიციებით, ყველაფრით, მანიფესტაციებით, ქუჩაში მსვლელობით, რაც კი ისე პოლიტიკური საშუალება არსებობს, ხასუს ამ პოლიტიკური და არა ის, რასაც ჩვენ მოგვაწევენ, რომ თითქოს აგერ ვიღაცას მოკლას უპირებდეთ, ვიღაცას გამდევნას საქართველოსთან და ასე შემდგომ. აი ამაშია სწორედ ის, რომ ამ ყოველდღიურობას ჩვენ თუ მივახციეთ და მგონი ვახცებთ უკვე სექტემბრიდან მოყოლებული ეს ჯაჭვი გრძელდება. ალბათ იერით ან ჩვენი ერი საკმაოდ ნიჭიერი ერია, მას არ უნდა დიდი ხნის წვრთნა და დიდი ხნის სწავლა. ძალიან მალე შეძლებს გაარკვიოს სად არის თეთრი, სად არის შავი. უბრალოდ თავთავარი ალბათ ისაა, ჩვენ არ დაუშვათ რამე შეცდომა. რამდენი ხანია აგზანდებით თქვენ, რამდენი დღეა? თითქმის ყოველდღე დავდივარ. ყოველდღე დადიხარ? დივარ, სამოწიაბებში. რისთვის დადიხარ? მერტ მართლაც რომ ეხა ახალგაზრდობას მრაფელო მოეწიოს. მერტ მაშინები დამთავრდეს, ყველა დამთავრდეს. მშვიდობით დამთავრდება ალბათ, და? და პური მასავთხოვ რომ კიდევ აღარ ახალგაზრდობას ამინდმაც. როგორც ეს გიწევს ის. მერტ მაქნას ჩვენ რაც მიგვაჩნია მიზანშეწონილად, ამას არავინ არასდროს ყურადღებას არ აგდებდა და ვიცი არც ახლა მიაგდებენ, მაგრამ ცოტა უფრო მკაცრი ტონია უკვე საჭირო, რომ ჩვენ მოვითხოვთ, რომ ჩვენ ასე გვინდა და რომ ჩვენ სხვანაირად არ შეგვიძლია. უბრალოდ სხვანაირად არ გავაკეთებთ. ილია საზოგადოება მეოთხე დასი. დღეს მე არა ვარ მოშემშლეთა რიგებში, მაგრამ ვარ მათთან ერთად. აქ უკვე ითქვა არაერთხელ დღესაც გუშინაც და წინა დღეებში უკვე დიდი ხანი ამაზე მიდის საუბარი. ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც გას ქართველი არის წინაშე, რომელიც არის ჩვენი საერთო პრობლემა. მე მინდა ხაზი გავუსვა მხოლოდ ერთს ამ მრავალ პრობლემათაგან. ეს არის ის, რომ ქართველ ერს და ასევე ყველა სხვა ერს საბჭოთა კავშირში მცხოვრებს ემუქრება დამონება უკვე იურიდიულ დონეზე. თავდაპირველად აქციაზე მართლაც კონკრეტული მოთხოვნები ისმოდა, რომელსაც მხარს უჭერდა როგორც საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, ისე საბჭოთა მმართველი ხელისუფლებაც. თუმცა მთავრობის სახლის წინ მიმდინარე აქცია სულ უფრო რადიკალურ და ამასთანავე თეატრალიზებულ სახეს იღებდა. ნოემბრის აქციების შინაარსი და თუ გნებავთ არსი რაში მდგომარეობდა, ჩემთვისაც მისაღები იყო. მაგრამ გაუგებარი იყო ის აჟიოტაჟი, რომელიც გამოიწვია შემდგომ ეტაპზე ამ აქციამ, ვინაიდან ჩაითვალა, რომ სახელმწიფომ, ესე იგი კომუნისტური პარტიის გარკვეულმა წარმომადგენლებმა გამოიყენეს ეს ოპოზიციური, მაშინ არაფორმალებად იყვნენ წოდებულნი, გამოიყენეს სწორედ ამ საკითხის გადასაწყვეტად. საქმე ეხებოდა თვითგამორკვევის საკითხის ამოღებას კონსტიტუციიდან, რომლის წინააღმდეგი გახდით მე და ჩემი კოლეგები, მეგობრები, ვისთანაც მუშაობდი, თვითონ ეს საკითხი ჩვენ განხილული ქონდა და პირველად ხმამაღლა ეს განცხადება გავაკეთეთ სამედიცინო ინსტიტუტში სტუდენტებთან შეხვედრის დროს და განაცხადეთ, რომ კატეგორიულად არ მოხდება ამ საკითხის ამდაგვარად მიღება სესიაზე. ჩვენ კატეგორიული წინააღმდეგი ვართ. აი ქრონოლოგიურად რომ მოგიყვეთ, აი საინტერესო ის არის, რომ ეს იყო 18 თუ 19 ნოემბერი, 21 ნოემბერს ჩავატარეთ პრეზიდიუმის ხდომა. პრეზიდიუმის ხდომა მაშინ არ იყო ასეთი საშუალება, როგორც დღეს აქვს, მაგრამ მაინც მოხდა პირდაპირ რეპორტაჟი ამ პრეზიდიუმის ხდომიდან, რაც იშვიათი შემთხვევა იყო და განაცხადეთ, რომ კატეგორიულად ჩვენ წინააღმდეგი ვართ, რომ ეს თვითგამორკვევის საკითხი ისე იყოს ამოღებული კონსტიტუციიდან. არ გაისახა ევროპული ქვეყნების იმპერიები, არ გაისახა ინგლისის იმპერია, რომელმაც თავად უარი კოლონიებზე. მეგობრებო, რუსეთის იმპერია დგას ამ ალტერნატივის წინაშე. იგი არ დაიგროვა. ამ უნდა გადაისახოს სხვა გამოსავალი მას არ გააკეთია.
რატომ დადგა ეს საკითხი საერთოდ? დადგა იმიტომ, რომ იყო ძალები საბჭოთა კავშირში და არიან დღესაც რუსეთში და სხვა ქვეყნებშიც, რომელსაც აი ეს იმპერიის კიდევ განმტკიცება ერთგვარად განმტკიცება სურდათ და არა უშუალოდ დამოუკიდებლობისადმი პატივისცემა და დამოუკიდებელი სახელმწიფოების ერთგვარად დელეგირება სხვადასხვა სფეროში. ანუ ცნობილი ორი რუსეთის თემა. დიახ, აი ორი რუსეთის თემა. ნუ ახლა ეს ცოტა ძნელია რა რომელი მეტია, რომელი ნაკლები, მაგრამ ამის შემდეგ ჩატარდა სესია. ამ სესიაზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია ამ პროექტის მიღება ჩვენი შენიშვნებისა და ჩვენი წინადადებების გარეშე. 15 წუთის დამთავრებული იყო სხდომა, როდესაც გარბაჩოვი დამიკავშირდა და მითხრა: "დაამთავრეთ თქვენ სხდომა, მიიღეთ გადაწყვეტილება". მე ვთქვი: "მივიღეთ". როგორი გადაწყვეტილება? აი, რაც გითხარით, მიზანშეუწმებლად მიგვაჩნია ამ პროექტის ამდაგვარად მიღება. ეს რა გადაწყვეტილება? მე ვთქვი: "ჩვენ ასე მივიღეთ". კარგი, ჩამობრძანეთ და გავარკვევთო. ეს არის უდიდესი ნიჭი, რა თქმა უნდა, რომ რაღაცაზე თვალი დავხუჭოთ, მაგრამ როგორმე მოვიკრიბოთ ძალები და იქნებ წარსულის კომპრომისები. შეუნდოთ ვიღაცებს, რომლებიც ეხლა იმ მართად ერთადერთ ჭეშმარიტ პოზიციაზე დგანან, აგრერიგად აუცილებელი არის საქართველოს. რა ვიცი, დავფიქრდეთ ხალხო ამაზე. იქნება, იმიტომ რომ ჩვენ ილია ჭავჭავაძის შვილები ვართ. ჩვენ უნდა მივყვეთ ილია ჭავჭავაძეს. ეს არის ის გზა, რომელსაც დაადგა ერთდროს საქართველო და შემდეგ გადაუხვიათ ამ გადახრონად. სადამდე მიგვიყვანეთ თქვენ შემდეგ კარგად მოგეცნებათ. მე სულ ის მაფიქრებს, რომ საჭირო არის ჩვენი ეროვნული ძალების კონსოლიდაცია და მე ყოველთვის ვერ ვხედავ ამ კონსოლიდაციას. მე გეტყვით ახლა თქვენ საჭირო მხოლოდ ჯანსაღი ეროვნული ძალების კონსოლიდაცია. მხოლოდ ჯანსაღი ეროვნული ძალების კონსოლიდაცია. ხოლო ის ვინც მოუწოდებს და უშუალოდ ხალხს ცეკასთან კონსოლიდაციისკენ. არ მინდა ახლა კიდევ კონკრეტული პიროვნებების დასახელება, იმათთან კონსოლიდაციისკენ. ის ფაქტიურად ერისმტერია, ან და შეუგნებელი ელემენტარულად, იმიტომ რომ კონსოლიდაცია შეიძლება მხოლოდ იმ ძალებთან, რომელთაც მართლა სურთ საქმის გაკეთება და არა მარტო სურთ, არამედ მართლა სწამთ არის. ბრძანეთ რომ რადიკალი ბრძანდები. დიახ, რადიკალური პარტიის წარმომადგენელი ვარ. დიახ, ემხრობი და ამის წარმომადგენელი ხარ. მე მაინც იმას უგუნდები, როდესაც თქვენ ბრძანეთ ახლა სიტყვა მტერია. აი მე პირადად ასეთი შეფასებების წინააღმდეგი ვარ, იმიტომ რომ ადამიანი არ არსებობს მუდმივად ან მტერი, ან მოყვარე, ესე იგი ადამიანი სულ განვითარებაში. აი ვერ ვიზიარებ იმას, რომ თქვენ შეიძლება გაყოთ ჩვენი საზოგადოება ასეთ საპირისპირო ძალებით. მე ხარ მოგახსენებთ ეროვნულ მოძრაობას, ეროვნულ რწამს, ილია ჭავჭავაძის ერთობის აზრს შეეხება. კი ბატონო, მე ხარ გიპასუხებთ მაგაზე ერთი პატარა მაგალითით, სავლეს მაგალითი, სავლეს პავლეთ ქცევა 1000 წელიწადში ერთხელ ხდება. ეს არის სასიამოვნო ბედნიერი გამონაკლისი და არა ტიპიური შემთხვევა. მაგრამ გასაგებია, რომ ისაც ჩვენ ხედავთ აი ამ დღეებში, როდესაც მოქმედება ახალგაზრდებისას შეძლო აემაღლებინა გაცილებით ის ვისაც თქვენ იბრძოდით, თვითშეგნება ეროვნული. ეს ხომ მოხდა? ეს ხომ ცვლილების, განვითარების, გააზრების ფაქტი არის. ესე იგი პავლეს სავლეთ ქცევა ამ პირიქით ეს მოსალოდნელი ამბავი არის. არა, ეს იმ სავლე მოექცეოდა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, როგორც უფალმა ბრძანა, რომ საჭურჭლეთ იყო გამორჩეული. და წინვე იყო ეს, ასე ვთქვათ. დავროგრამირებული. ხო და ეხლა რაც მოხდა ეხლა სავლე ელემენტარულად ქრისტიანობის ტერი იყო, რადგან სავლეზე ლაპარაკობთ და ეხლა ამ ხალხს რაც შეეხება, ეს ხალხი არ იყო სავლე, ეს ხალხი არ იყო ერის და ქრისტიანობის ტერი, რომელიც ჩვენ ამ დღეებში შემოგვიერთდა. ეს ხალხი უბრალოდ არაინფორმირებული ხალხი იყო, დეზინფორმირებული ხალხი იყო, დაბნეული ხალხი იყო, შეშინებული ხალხი იყო. ძალიან ბევრია ემოციები, ეს სწორიცაა. მაგრამ ჩვენ გვჭირდება ესეთი წინდახედული ნაბიჯები და ესაც უნდა გვავიწყდება, რომ მხოლოდ ემოციებზე ვერაფერს ვერ გავაკეთებ, ვერაფერს ვერ ავაკეთებ. მე მინდა აი ჩემი სახელი, ჩვენი ეკლესიის სახელი, ჩვენი მორწმუნე ერის სახელი, ხოლო
ჩვენს დეპუტატებს, რომლებიც წარსდგებიან უმაღლეს საბჭოში, საკავშირო უმაღლეს საბჭოში, რომ აი ის სულისკვეთება, რაც არის ჩვენში, ჩვენს ერში, ღირსეულად წარმოადგინონ იქ მოსკოვში. ღმერთმა დავდროწოთ, მე იმედით უყურებ ჩვენს მომავალს. ჩვენთან არც ღმერთი. მე კომუნისტი კაცი ვარ, მაგრამ პატრიარქის დაკიდებული ჯვრით დავდივარ. მე ქრისტიანი ვარ და მინდა თქვა მერტმან უქნას რამე რომ მოხდეს ჩვენ შთამომავლობა შეგვაჩვენებს. ამიტომ ვიყოთ ერთად, თუნდაც ცოტახნით, რომ ის სისხლის წვეთი აქ არ ჩავარდეს. და მეტი არ ვიცვარ მიგონი. ბატონ ჯუმერ, სხვათა შორის უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეც გამოვიდა სიტყვით, როდესაც მან დაუშვათ ამ კონსტიტუციასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია გამოთქვა. აი რა ურთიერთობა ჰქონდათ კომუნისტებს ასე ვთქვათ? საქმიანი ურთიერთობა მხედველობაში თანამშრომლობდით. თანამშრომლობდით აი იმ პერიოდში, აი გეტყვით ახლა, რომელიც არ ახსოვს ჩვენს მოსახლეობას, რომ გელათის მონასტერი სამწუხაროდ ახლა ბევრი უბედურება მოხდა 30-იან წლებში და ახლა მისი გამოსწორების პერიოდი ჩვენი თაობა, აი ჩემი თაობა არ გახდათ ის, რომელსაც ახლა მიაწერენ ხოლმე და ზოგადად მოიხსენებენ, ნუ ბოლშევიზმი და ნეობოლშევიზმი და მაუზერიან კომუნისტებს ასე. ესე იგი გელათის აკადემია ეს იყო ისტორიულ ძეგლთა სიაში იყო და არ ექვემდებარებოდა საპატრიარქოს. მეტეხის ეკლესია დღევანდელი მონასტერი მან გახსოვთ თეატრი იყო, ჯერ ადრინდელი იყო, მაგრამ მე თეატრი იყო, ახალგაზრდული თეატრი იყო, რომელიც გამოვიყვანეთ და თეატრი გამოვიყვანეთ, გადავეცით ეკლესიას. გელათის ეკლესია დაუქვემდებარებად, რაც ეკუთვნოდა ახლა განსაკუთრებული გარდაუკეთებია. შეკეთება იყო, გაკეთება იყო, დახმარება იყო. ჯვრის მონასტერი იერუსალიმში რო გახავთ, უწმინდესი და უნეტარესის შეიძლება ითქვას შემწყობით და დახმარებით მოხდა იმ სიაში, რომელსაც საბჭოთა კავშირის პრეტენზია ჰქონდა ისრაელის ხელისუფლებასთან. ვინაიდან ნუსხიდან ამოღებული იყო იქ რუსული ეკლესიებიც, მაგრამ ჯვრის მონასტერი სწორედ მაშინ ჩაისვა, ეს უწმინდესმა შეასრულა, გააკეთა და ჩვენი მონაწილეობაც რასაკვირველია გახდა. Поспешность и неосторожность способны одним махом перечеркнуть те огромные политические завоевания, которые достигнуты за годы перестройки. მოსკოვში ქართული დელეგაციის ვიზიტამდე მთავრობის სახლის წინ ვითარება სულ უფრო იძაბებოდა. რადიკალური განცხადებები ისმოდა როგორც მიტინგზე, ისე უმაღლესი სასწავლებლების საზოგადოებრივ დარბაზებში. ამჟამად დარწმუნებული ვარ, რომ საკავშირო დეპუტატთა უმრავლესობამ, ვინც იქ ჩვენი ინტერესები უნდა დაიცვას, კარგად არც იცის, რას მოითხოვს ქართველიერი კონსტიტუციასთან დაკავშირებით. და რატომ შიმშილობენ ის ადამიანები. სამწუხაროდ ეს ასია, მეგობრებო. სამწუხაროდ ეს ასია და ამის გამო მე გადაუდებლად მიმაჩნია ჩვენი შეხვედრა, ჩვენი საუბარი და ჩვენი და მოშიმშილეთა ულტიმატუმის წაყენება მათთვის. ვინაიდან მათ წარმოდგენა არ აქვს არც ერთ მე მგონი ბატონ თამას არ გულისხმობ, მაგრამ უმრავლესობას წარმოდგენა არ აქვს რაზე შიმშილობს ის ხალხი. ამავდროულად საქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტაციამ კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. უმაღლესი საბჭოს სესიამ მიიღო სრულიად გარკვეული კაცრი გადაწყვეტილება, ჩემი აზრით გარკვეული და კაცრი გადაწყვეტილება, რომ საქართველოს უმაღლესი საბჭო მიაჩნია, რომ კონსტიტუციის ის ვარიანტი, რომელიც შემოთავაზებული არის დღეს განსახილველად, მიზანს შეუწოდებია განხილვისათვის. ესე იგი, მიზანს შეუწოდებია განხილვისათვის. არა შესწორებების საჭიროა შეტანა, შესწორებების შეტანა საჭირო, არამედ მთლიანად მიგვაჩნია, რომ ის არ არის მზად იმისათვის, რომ ხალხმა, ასე ვთქვათ, იმსჯეროს ამ კონსტიტუციის ვარნისიანობაზე. ასეა თუ ისეა, მე მიმაჩნია, რომ ჩვენს
იმ საზოგადოების პრეზიდიუმმა, რომელსაც მე წარმოადგენ, ჩვენ სრულად ვარ ყავით ამ კონსტიტუციის პროექტი. ერთხმად იქ ერთი სიტყვა შეიცვალა თუ მეორე სიტყვა შეიცვალა, ჩვენც კაცები ვართ და ჩვენც აქვს ქართველობა და თავმოყარეობა. არავის ნაკლებად არ მიგვაჩნია ჩვენი პატრიოტული გზნობა და მე ხმამაღლა ვაცხადებ. ის რაც ჩვენ გამოვიტანეთ და რაც ვარ ყავით, ის იყო ჩვენი სრული ჭეშმარიტება, ჩვენი დამოკიდებულება ამ კონსტიტუციის მიმართ. ამიტომ არ არის დღეს იმის დრო დაუპირისპირდეთ ერთმანეთს, ვინ როდის დაასწრო, ვინ როდის თქვა, ვისად მიდის, ვისად მოდის. აი ბატონმა გიგლა მახსენა, აი ჩვენ ეს გავაკეთეთ. ჩვენმა სესიამ, უმაღლესი საბჭოს სესიამ აი ეს გადაწყვეტილება მიიღო, მართლაც ასე ვთქვათ, არ ნახული გადაწყვეტილება ჩვენი მთელი ისტორიის მანძილზე საბჭოთა საქართველოს არსებობისა და ეს არის ალბათ ძალიან დიდი მიღწევა და დიდი ნაბიჯი წინ. ახლა ბრძოლა, ასე ვთქვათ, თქვენზე არისო და თქვენი ამოცანა არის, თქვენი მოვალეობა არის ეს გაიტანოთ ბოლომდე და ასე ვთქვათ ჩვენ გამარჯვებამდე მიგვიყვანოთო. მთავრობის სახლის წინ ნებათა ღელვა მაინც არ ცხრებოდა. მოშიმშილეთა რიცხვი სულ უფრო იზრდებოდა. ჩვენ ვიყავით თავისუფლებისათვის მომძოლი ძალა და ჩვენ თუ იგივე ის მოთხოვნები უნდა გვეტრიალებინა, რომელსაც უკვე კომუნისტები ატრიალებდნენ, ანუ ჩვენი არსებობა რაღაც საჭირო იყო. პოლიტიკურმა ძალამ რომ იარსებოს, აქეთ უნდა განსხვავდებოდეს მისგან. დაუშვებელია 4 დღე მიმდინარეობს ეს შიმშილობა და ჩვენი საზოგადოებრივების წარმომადგენლები არ ჩანან იქ. არ გამოდიან სიტყვებით, არ ესაუბრებიან, არ აინტერესებს, არ ამხნევებენ, დიახ, არ აინტერესებთ ამათი სულიერი მდგომარეობა. მე მოუწოდებ ყველა თანადამსწრეს ხვალ 11 საათზე მობრძანდეს იქ, გამოთქვას თავისი აზრი და ესაუბროს ამ ადამიანებს. ხვალ 11 საათზე იქ იქნება მიტინგი. ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში იქნება ისეთი შტაბ-ბეჭდილება, რომ ისინი მიტოვებულნი არიან და თქვენ არ გაღელვებთ მათი ბედი. ვის მისამართით ვლაპარაკობ ამას, მე მგონი გასაგებია. ჩვენ უნდა მივიდეთ იმ ბავშვებთან, რასაც მოითხოვენ, ის უნდა მივიტანოთ იქ, სადაც მოითხოვენ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ არც ერთი ადამიანი ბატონო ზვიად საქართველოში, ვისაც გული ქართული საქმისთვის უძგერს, მარტო არ გრძნობდეს თავს. ინტელიგენცია, რომელიც მიტინგებზე გამოჩენას ერიდებოდა, საერთო საზოგადოებრივ ეროვნული განწყობისათვის მხარდაჭერას მაქსიმალურად ცდილობდა და ეროვნული მოძრაობის რადიკალურ ფრთას პოლიტიკური რეალიზმისაკენ მოუწოდებდა, რაც იმ პერიოდში ყველაზე არაპოპულარული ქმედება იყო, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში. ოდნავ მაინც უნდა შეცვლილიყო მდგომარეობა, რომ აი რაც ამ ხალხს შეეძლო, ის გააკეთა. ეხლა უკვე მომავალი კიდე საბრძოლველია, კიდე მოსაპოვებელია. ამიტომ რა თქმა უნდა, რომ როგორც უკვე მამას და ბაბუას მე არ შემიძლია დამშვიდებული თვალებით უყურო იმ გადაფითრებულ დასუსტებულ გოგოებს და ბიჭებს და მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ არ არის ეს სწორი აქცია. იქნება გადაგვეწყვიტა ესე საკითხი, რომ დაგვეცადა 29-მდე, თუ კი ჩვენ წინა დღით დაიწყო ეს პროტესტი და მეორე დღეს მთავრობამ გარკვეული გადაწყვეტილება მიიღო, იქნებ იმსახურებდა ჩვენი გადაწყვეტილება და რესპუბლიკის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება დროებით ნდობას მაინც, რომ დაუშვათ 29-მდე ეს არ გაგრძელებულიყო, დავშლილიყავით იმისთვის, რომ აი დავიცადოთ 29-მდე და თუ 29-ში არ გაკეთდება ეს ამბავი, კлау უფრო მკაც ფორმაში გაიმართა ეგრეთ წოდებული ქართული ინტელიგენციის შეგრება, სადაც გამოუძნება ნიანგის რომლები ღარეს იმის გამო, რომ თურმე უკვე 7 დღე ახალგაზრდობა შიმშილობს და ეხლა გამოიმართა აქეთ მხსნელი დელეგაცია, რომელიც
რატომღაც მხოლოდ და მხოლოდ ბოლო 7 საათზე ხელას თქვენი შიშინობის აქამდე ხმა არ ამოუღიათ არასოდეს. უბრალოდ ეს ის მომენტია, როდესაც ხვალ მათხალს მოუწევს თვითონ საკუთარი სინდისის რაღაც ლიდერული დონე არადროს იმის უფლებას, რომ აქ არ მოვიდეს ხვალ, როდესაც მდონიერი აქ უნდა იდგეს და ამიტომ დაიწყეთ რაღაც გამოსავალი მოქმედებების ძებნა. მდგომარეობა მართლა ძალიან მძიმეა. აი დღეს თბილისში ვიყავით, დავიარეთ ყველა თითქმის წერტილები უკვე ამ ისეთი მდგომარეობა, რომ არაფერი წაქეზება არ უნდა, მართვა არ უნდა, სტიქიურად მიდის თითქმის და წინა სარეველიციო პერიოდი ეს. ცუდად რომ შევადარო. ეს არის სასწრაფო დახმარებისთვის, მართლა გაიგეთ. მოგვეხმარებთ თუ არ გაგახსოვს. ჩვენ არ ველოდნო პრემიის გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ პრაქტიკულად მისგან ჯერჯერობით რეალურად არაფერს არ ველით, მით უმეტეს უშინდელი მთავრობის მეთაურის, სახელმწიფოს მეთაურის გამოსვლის შემდეგ და ცოტა ხანში ალბათ მოსამზადებელი სამუშაოების დამთავრების მერე გარკვეული ვადის გავლის მერე, როდესაც ჩვენ მივცემთ მთავრობას, გამოვაცხადოთ ეროვნულ დამამორჩილებლობას. ხვალვე მინდა აღნიშნოს, რომ საქართველოში პირველად იქნება მასიურად გაფიცვა. რამოდენიმე ქარხნის წარმომადგენლები მოვლენ აქ გაფიცულთა სახელით. მინდა ვთქვა, რომ მთელი ქარხნები კარგად ცეხებში ხდება ეს გაფიცვა ძალიან საზიხარულოა. აი შემდეგ გარკვეული ვადის უკვე როგორც აღნიშნე, რომ იქნება მოწოდება ეროვნული დაუმორჩილებლობისაგან და ჩვენ შევეცდებით, რომ მშვიდობიანი გზები, მშვიდობიანი ხერხებით მივახციოთ საბოლოო ჩვენს მიზანს ქართველი ერის განთავისუფლებას მონობისაგან და დამოუკიდებელი თავისუფალი საქართველოს შექმნას. ეროვნული მოძრაობის ლიდერთა მოწოდებამ შიმშილობისა და დაუმორჩილებლობის შესახებ მთელი საქართველო მოიცვა. ქვეყანაში რუსეთის ჯარების შემოყვანის საშიშროებაზე ალაპარაკდა. საქართველოს მთელი თავისი ისტორიის მანძილზე სამხედრო მდგომარეობაში იყო. შეგვეშინდება დღის მუქარისა, ჩვენ უძლეველნი ვიქნებით, თუ ერთად ვიქნებით, თუ მთელი საქართველო დაირაზმება თავისი კანონიერი უფლებების დასაცავად. კავკასიაში სისხლი იღვრება. შეყვანილია ჯარები სომხეთში, შეყვანილია ჯარები აზერბაიჯანში, ნახჭევანში დაახლოებით 120 დაღუპული. აუცილებელია ჩვენმა ახალგაზრდობამ და ყველა თაობამ შეაფასოს ის სიტუაცია, რომელიც ამიერკავკასიაში შეიქმნა. სრულიად თამამად უნდა განვაცხადოთ, რუსეთში მთავრობის რომელი წარმომადგენელისა არ ვიცი, უგონო და წინ დაუხედავი პროექტისა, რომელიც შესთავაზეს ერებს. ასე ხდება. გამოაცხობენ დოკუმენტს და მერე იტეხეთ თავი რესპუბლიკებმა. ასე არ უნდა იყოს. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ სხვა ძალებიც არიან საქართველოში, რომელთაც ძალიანაც კარგად უნდათ განმეორდეს იგივე მივცეთ ქართველებმა მოსკოვს იმის საშუალება, იმის საფუძველი, რომ ჯარები შემოიყვანონ აქ. ჩვენ არავითარ შემთხვევაში ამაზე არ უნდა წავიდეთ. ჩვენ ალბათ ყველას გესმით ამ ბოლო შამს დღეებში, თუ როგორ მუდმივად ვაშინებენ სისხლის ხვრის შესაძლებლობას, მუდმივად ამის შესახებ ლაპარაკობენ და ავრცელებენ ყოვლად ურწყ ჭორს, ურწყ ხმებს იმის შესახებ, თითქოს და ჩვენ სურს სისხლის ხვრა. სისხლის ხვრა ჩვენ არ შეიძლება ვსურვოს. სისხლის ხვრა მე მგონი სურს სწორედ იმ ადამიანებს, რომლებიც ამის შესახებ 1000-ნაირ ხმებს ავრცელებენ.
მაგრამ ერთი უნდა გავითვალისწინოთ. თუ კი ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის მიღწევისათვის დაჭირდა სვერპლის გაღება, ქართველი ხალხი ვალდებულია გაიღოს ეს სვერპლი, რადგან რომაელების თქმით ერის კეთილდღეობა უსწინაესი მიზანია. დაწუნებლები ვის უნდა ვის? გადავიყვანეთ ორი ჰოსპიტალიზაცია მოვახდინეთ, დღესაც უკვე 3 გადაყვანილია. ერთმა კუჭის სული აწუხებდა ძირითადად უფრო ვინც ავადმყოფობდა ადრე და ვერ აიტანა ეს ძიმე რეჟიმი უფრო ამ შიმშილობის დაავადების ისე კი ყველა თითქმის მოწონდება ყველა სიცხეები და 37 ძევით ვისაც აქვს ურჩევთ გადავყავს ვინც გვემორჩილება და დიდი მადლობა. ეხლა კიდევ ერთი კითხვა. ესე იგი საკმარისია კონტინგენტი ექიმები თითქმის 12 ბრიგადა ემსახურება. ყოველ 3 საათი ისება ბრიგადა. უღაჭავ მაგას თორე კუჭეს დაამძნელია. უგანაიჭი, უგან. აგრატალი. აი ეს გადააწოდეთ ის ხალიო. მაშინ მოახედე იმე. იმას აგასია. ცივი. დრაუგა ცივი. ადი კიდე ცხელსაც. არა, ცივი მოშოვა. არა. შიშულობა, როგორც თქვენ კარგად მოგეხსენებათ, არის პროტესტის პასიური ფორმა. პროტესტის ამ პასიურ და უკიდურეს ფორმას მიმართა საქართველოს ეროვნულ დემოკრატიულმა პარტიამ, მისმა აქტივისტებმა და ჩვენ დასაბედნიერო და ეროვნული მოძრაობის საკეთილდღოდ ამ აქციას ძალიან ბევრმა ქართველმა დაუჭირა მხარი. შეიძლება ითქვას, რომ ეს უკვე მასიური აქცია. 500 კაცი შიმშილობს, მაგრამ 1000-ობით და 10000-ობით და 100000-ობით ჩვენს მიტინგებს ესწრება და ჩვენს აზრებს, ჩვენ შეხედულებებს იზიარებს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი აქცია მხოლოდ პასიურ ფორმას ატარებს. ჩვენ ნათქვამი გვაქვს, რომ 29-ში შიმშილობა შეწყდება და თუ კი საკავშირო მთავრობა კრემლი არ დააკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნილებებს, მაშინ ჩვენ მოუწოდებთ ქართველებს ეროვნული დაუმორჩილებლობისაგან. ეს იქნება გაფიცვები, ეს იქნება დემონსტრაციები, ეს იქნება მიტინგები, ეს იქნება მთელი ტალღა, რომელიც ესე იგი ეგრეთ წოდებულ საქართველოს სამთა სოციალისტურ რესპუბლიკის პარალიზებას მოახდენს. ჩვენ ამ პარალიზებით გვინდა მივახციოთ საქართველოს დამოუკიდებლობას. არც ერთ ჩვენს აქციას არ ქონია ისეთი რეზონანსი, როგორც აი ამ შიმშილობას, იმიტომ რომ ეს არის პერმანენტიზმი, პერმანენტულობა არის, განუწყვეტელობა არის და თვით ეს განუწყვეტელობის ფაქტი შიშის ბარიერს ალახვინებს, აი ცოტა უხეშად რო ვთქვათ, აი ობივატელს ფაქტურად ვიზეც ჩვენ მუშაობთ და ვისის სულის დაპყრობაც, კარგი გაგებით ჩვენ იერისთვის მათი სულების დაპყრობა ჩვენ გსურს. და ეს შიშის ფაქტორი თუ დაძლეული იქნება, ხვალდაზე უკვე საქართველოს მთლიანი იქნება და არ იქნება გაყოფა დაუშვათ და დაყოფა თამამებად, ნაკლებ თამამებად და ობივატელებად. არა, შეიძლება განზრახვა ცალკეული ადამიანის მართლაც როცა ეს ეროვნული ტალღა მოედო ძალიან კეთილი იყო და კარგი განზრახვა ჰქონდათ პატრიოტული, მაგრამ მთლიანობაში ასეთი არასერიოზული და ეგზალტირებული მიმართულებით წარმართვა ეროვნული მოძრაობის რასაკვირველია არ იყოს სწორი. რაღაც ეტაპზე შეიძლება ეგეც იყოს კონკრეტულ შემთხვევაში საჭირო, მაგრამ საქართველოში ამან მიიღო ძალიან არასერიოზული და ძალიან არასასურველი ხასიათი, მართლაც პერმანენტული, რაღაც აზალაც დაკარგა ყოველივე ამან. ჩვენ ამას ყოველთვის ასეთ ფორმებს ზოგადად უარყოფითად ვიღებდით. თვით აპრილის აქციის დროსაც ჩვენ შიმშილობა არ დაგვიწყია, დავიწყეთ მჯდომარე აქცია და საყოველთაო გაფიცვა. ნუ სამწუხაროდ შემდეგ იყო სხვანაირად წარება. სად არის ის მეგობარი? სად არის ის მოშიმშილე? თუ კი მოშიმშილია, რომელმაც განაცხადა ესეთი სიტყვები. გააყარეს ყოფილი მოშიმშილე. გააყარეს. ყველაფერი გასაგებია. დავალება მიცემული ეროვნულ დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტისაგან. კომიტეტის ნებართვის გარეშე ეს კაცი მიკროფონს ვერავის ვერ მისცემს. ამიტომ თქვილად ნურავინ, ნუ შეაწუხებთ მათ. განსხვავებული აზრი და პოზიცია რო არ გვიყვარდა, ჩვენ გვემჩნეოდა ეროვნული მოძრაობის გარიჟრაჟზე.
დამემართა ესეთი რამ, რომ მაშინ ჩვენ ყველა გვიცნობდა მთელ საქართველოში, უბრალოდ არ იცოდნენ სახეზე ვინ ვიყავით, იმიტომ რომ ტელევიზია ჩვენ არ გვაშუქებდა ბუნებრივია. და ცხადია. და მაშინდელ მიტინგებს ახასიათებდა ესეთი რამ. ეხლა რო ვფიქრობ, ვის უნდა მოეტანა ეს მიკროფონი, არ ვიცი, მაგრამ მუდმივად ისმოდა სკანდირება მიკროფონი, გასდევდა სულ ეს ამ ჩვენ შეკრებებსა და მიტინგებს. და მოწოდება იყო, რომ აი მეგაფონით მოწოდება იყო, რომ მიკროფონი მოვითხოვოთ. ეთყობა კომუნისტებს მოქონდათ მიკროფონები, არ ვიცი, ხა ამაზე ახლა დავფიქრდები. მიკროფონი, მაგრამ მე არასოდეს აი ესეთ კოლექტიურ სკანდირებაში მონაწილეობა არ მიმიღია, იმიტომ რომ არ შემიძლია უბრალოდ ესეთი რამ და მე არ დამიყვირია. ეს შემამჩნია ეს ჩემ გარშემო მდგომმა ადამიანებმა, რომ მე არ ყვიროდი. მე უცებ რაღაცა მოწოდება გაჩნდა, რომ დავიჩოქოთ. და მით უმეტეს დაჩოქება რუსთაველზე ვერანაირად ვერ წარმოვიდგინე, რატო უნდა დამეჩოქა და საშინელი რისხვა და აგრესია გამოვიწვია გარშემო მყოფ ადამიანებში და ახალგაზრდა ქალები, კაცებიც იყვნენ, მაგრამ ძირითადად ქალები აქტიურობდნენ, ძალიან სერიოზული აგრესიით დამიპირისპირდნენ და ისმოდა ესეთი სიტყვები, რომ ამას ჩვენთან ერთად ყვირილი არ უნდა და ეს რამე სხვა საქმეში გამოყვება და აი ასეთებით რო ასავსე ეს ქვეყანა და მე ძალიან გაოგნებული და გაკვირვებული ვისმენდი ამ ყველაფერს. მე უცებ ვიღაც უნივერსიტეტელი კაცი იყო, რომელმაც მიცნოდა და დაინახა და მიხვდა, რომ მე მეჩხუბებია. და იმ ხალხს უთხრა, რომ ეს ფიქრია ჩიხრაძეა, რატო ეჩხუბებით და აი ჩემი სახელის ხსენება ეს ცხადია შეიცვალნენ ეს ადამიანები და ვაიმე ფიქრია ყოფილა და დამიწყეს მოფერება, მაგრამ აი ჩემთვის მაშინ პირველად დავინახე, რომ ქართული საზოგადოება მით უმეტეს ცოტა თუ ოდნავ ეგზალტირებულ გარემოში მოხვდა, როგორი შეუწყნარებელია განსხვავებული აზრის მიმართ და როგორ არ შეუძლია აიტანოს, შეეგუოს იმას, რომ ვიღაცა შეიძლება სხვანაირად მოქმედებდეს, სხვანაირად ფიქრობდეს, სხვანაირად აზროვნებდეს. თავიდანვე საკამათო თემა იყო პროტესტის გამოხატვის ფორმა, ადგილი და პერმანენტულობაც. ბალტიისპირეთში მიტინგები იყო ხანმოკლე. მიტინგებზე ინფორმაცია გამოითქმოდა, პოზიციები გამოითქმოდა, რეზოლუცია მიიღებოდა და მიდიოდნენ სახლში. და ყოველი მიტინგი იყო გატყუილი ეტაპი აი ამ განთავისუფლების პროცესში. ჩვენ ეს ვერ შევძლებთ. ამიტომ ჩვენ მიტინგებზე იყო 4 ხრის გამოშვება. 4 ხრის გამოშვება იყო ძალიან დიდწილად. მე აი კოშმარივით მახსოვს. გამოდის ერთი ახალგაზრდა ლიდერი და ამბობს, ავაფეთქოთ ქაჯეთის ციხე ქვია. მაშინ ეცეკა შენობას, ხო? ავაფეთქოთ ქაჯეთის ციხე და ორი ხალი ჭაღარაკ მანდილოსანი დგას და შესიცინებს. შენი წირიმე შვილო რა კარგად ლაპარაკობ. აი ასეთი სიტუაცია ბალტიისპირეთში არის. არ შეიძლება ქუჩაში მასის გამოყვანით ვერავის ვერ გააკვირვებ. სოფლიოში არის რამდენიმე ასეული ქალაქი, თბილისზე უფრო დიდი, სადაც ორმაგი და სამაგი მასის გამოყვანა შეიძლება. ფიდელ კასტრო რო გამოდიოდა იმაში კუბაში, მილიონი კაცი იკრიბებოდა იქ, მასით ვერავის ვერ გააკვირვებ. ქუჩაში რო გამოდიხარ, ეს ხალხი უნდა გამოიყვანო როგორც რაზმი და არა როგორც მასა, ორგანიზებული სახით. და მაშინ ხალხის ფსიქოლოგიაც სხვა არის. როცა კაც ეძახი მიტინგზე როგორც მასის ელემენტს, ის მოქმედებს როგორც მასის ელემენტი. ანუ არარაციონალურად. როცა იმას უძახი როგორც რაზმი ჯარისკაცს, ის მაშინ მოქმედებს პასუხისმგებლობით და რაციონალურად. ეს იყო ჩვენი უდიდესი მინუსი. რა თქმა უნდა, ობიექტური საბრძვის მქონე, მაგრამ მაინც მინუსი, რომელიც ჩვენ არ გვეპატიება. ამას გვედავებოდნენ მარტო ჩვენ კი არა. ამას ჩემი კოლეგებიც, ბალტიისპირელი კოლეგებიც მეუბნებოდნენ, რატომ ტარდება მიტინგები მთავრობის სასახლის წინ. აი თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ მიტინგს, აი ბრაზაუსკასი, რომელიც ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, რომელიც თავის დამოუკიდებლობას ჩაუდგა სათავეში და პრეზიდენტიც კი გახდა, ის აცხადებდა და მეუბნებოდა ჩვენთან ყველა მიტინგი და აქცია ტარდება სტადიონზე, შეთანხმებით დრო 6 და 8 საათამდე და არავითარ შემთხვევაში იქ არ არის გადაჭარბებული არც მოქმედება, არც და მაგრამ ეს ცოტა წარმოუდგენელი არის, რომ თქვენთან მიტინგები ტარდება მთავრობის სასახლის წინ. წმინდა მხოლოდ შეჯობიანად რომ ერთი წრედის კი
არ დაიღოროთ არავისი. ეს იქნება ჩემი შანსი, ჩემი ინგილო. მას რა ეშინათ რამე ლოზუნგები არ იყოს აზერბაიჯანელის ინგილოები. რა წავით. აი როს საქართველოსთან ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის გააქტიურებას ერთი მთავარი მიზნი გასახდით. ლიდერებს ეროვნული შუღლის გაღვივებაში სდებდნენ ბრალს. ლოზუნგი საქართველოს ქართველებისათვის ქვეყანაში მცხოვრებმა ეროვნულმა უმცირესობებმა პირდაპირი მნიშვნელობით გაიგეს, რის გამოც ეროვნული მოძრაობის ლიდერებს ხშირად თავის მართლება უწევდა. მაგრამ ამ შემთხვევაში ეს აიღეთ იმაში ხა რუსულად დაიბეჭდა სიმაში. გაზეთში გისმის და რუსული გაზეთები წაიღეთ იქ. ეს აიღე იმაში დავწერე. თათრემა წაიგეთ, რომ არავინ არ ასახავს საქართველოს. აქ წერია ხო? ხო, ეს არის ჭორები და ემოციები. აურაცელი დეзинფორმაცია ვრცელდება უკეთურთა მიერ და ჩვენი ერის მტერთა მიერ ამ შიმშილობისა და დემონსტრაციის გამო. ვრცელდება ხმები თითქოს ეს ყოველივე მიზნად ისახავს რუსების, სომხების, აზერბაიჯანელების და სხვა ერების გაძევებას საქართველოსთან. ვითომაც ეს ახალგაზრდები შიმშილობენ იმის გამო, რომ გააძევონ უცხო ერები საქართველოსთან. ეს არის სიცრუე, ეს არის დეзинფორმაცია. თქვენ შეიძლება ახლა ეს პარადოქსად მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს ექსტრემიზმი არ იყო, ასე რომ თქვა, თავისთავად ციდან ჩამოვარდნილი. აი პირდაპირ შემდეგეთად რომ მართული იყო ეს კომუნისტებისაგან, იმიტომ რომ რახან ეროვნული მოძრაობა, ასე რომ თქვა, წარმოიშვა, გაძლიერდა, მათ უკვე გადაწყვეტეს, რომ აი მასობრივ ეტაპზე გაცილებით უფრო ხელსაყრელი იყო მათთვის, ესე იგი, მე ამას გულისხმობ, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა, რა თქმა უნდა, ცენტრიდან ამის ჩაფიქრება, სცენარის მართვა, გადაწყვეტეს, რომ გაცილებით უფრო ხელსაყრელი იყო მათთვის, რომ ეს ეროვნული მოძრაობა წასულიყო აგრესიის, ექსტრემიზმის გზით, ვიდრე წასულიყო გონივრული, ჯანსაღი აზრის გზით და გქონოდა გაცილებით მეტი შედეგები. და ის სწორედ ამიტომ ხდებოდა წაქეზება. და იყო ბევრი თავგაცხელებული ადამიანიც, შეიძლება პროვოკატორი, შეიძლება გულწრფელად ამ პოზიციაზე მყოფი, მაგრამ ასეთი იდეები იყო სამწუხაროდ ეროვნულ მოძრაობაში. არა დომინანტური ცხადია. განსხვავებული განაყოფის შემდეგია. ყველა ის, ვინც ამგვარ ხმებს აღწერებს, არის პროვოკატორი. არავითარი ამგვარი მოთხოვნა ჩვენ არ გაგვაჩნია, არა საქართველოს გაძევება ჩვენ არ მოვითხოვთ, მაგრამ ჩვენ არ დავუშვებთ, რომ საქართველოში ქართველები ეროვნულ უმცირესობად იქცნენ. ამის გამო ჩვენ მოვითხოვთ საქართველოს მოქალაქეობის შემოღებას. ვიცი ფრთხილას გთხოვთ, განსაკუთრებით იმ არაქართველი მოსახლეობის მიმართ, რომელიც ცხოვრობს დედაქალაქში, იმიტომ რომ ჩვენ არც იმდენი მეგობრები გვყავს, როგორ ჩვენ გონია. ვიყოთ მზად იმისათვის, რომ ყველა სიტუაციაში იმ ამოცანების დონეზე მოვიქცეთ, იმ ამოცანების დონეზე ვუპასუხოთ, იმ ამოცანების დონეზე დავიცვათ ჩვენი ენოვრული ღირსება. ჩვენ ახლა უნდა გადავრჩეთ ისე, რომ საქართველოში, თბილისში ჯარი არ შემოიყვანონ. ყველა ჯანსაღი ხასუსტო, ყველა ჯანსაღი რომ ვიდალა, ერთად ვიგენით. არ არსებობს ტანკი, არ არსებობს იარაღი, არ არსებობს სამხედრო ავიაცია, რომელმაც შეძლოს ქართული ერის უდეხინების ყოფის გადახვა. ეროვნული მოძრაობა ემოციური ეგზალტაციის გზით მიდიოდა. თავდადებისა და რომანტიკის სფეროდან მოსულ რადიკალებს ახალ პოლიტიკურ ვითარებაში ეგრეთ წოდებული ყინულმჭრელის ფუნქცია უნდა ჰქონოდათ. თუმცა გადამწყვეტი სიტყვა ბალტიისპირელების მსგავსად, რომლებმაც კომუნისტებთანაც კი მოახერხეს საერთო ენის გამონახვა, შედარებით ზომიერ, ლიბერალურად განწყობილ ძალებს უნდა ეთქვათ, რაც საქართველოში ვერ მოხერხდა. ბალტიისპირელების უპირატესობა მთავარი ის იყო, რომ მათ იცოდნენ რა უნდოდათ. და აი ამ რაც უნდოდათ ამის გარშემო მოძრაობდნენ, აი ამას აკეთებდნენ ყოველგვარი ეგზალტაციის და რაღაცა გადარევებისა და რადიკალიზმის და ამის გარეშე. ძალიან შეგნებულად იცოდნენ, რომ უნდოდათ დამოუკიდებლობა, უნდოდათ ნორმალური დემოკრატიული განვითარება და აი ამას მისდევდნენ და არა ბელადებს სხვათა შორის. საქართველოს სხვა სიტუაცია იყო, საქართველოში აი ეს რაღაცა თეატრალიზებული ექსტრემიზმი ვითომ, რაღაცა კივილი, წივილი, რაღაცა აგრესია, აი ამან ძალიან ცუდი როლი ითამაშა.
იქ იყო გონიერება უპირველეს ყოვლისა და მიზანდასახული გონიერება. ჩვენ ვცდილობდით, რომ სწორედ აი ამ გზით წასულიყო საქართველო, თუ იმეს ახსოვს ეს ყველაფერი, ბალტიისპირელების გზას განსაკუთრებით უჭერდით მხარს, აი ეს მეორე მიმართულება ეროვნული მოძრაობის, ასე რომ ვთქვათ, დიახ კონკრეტულად და სხვაებიც იყვნენ, მაგრამ იმ პერიოდში უფრო ესე იყო და ხაზს უსვამდით, რომ ეს სწორი გზა არის, ასეთი ნორმალური, დაფიქრებული, ყოველგვარი ეგზალტაციის გარეშე, ხო ძალიან პრინციპული, ეს არ ნიშნავს ასე რომ ვთქვათ, კაპიტულანტურ პირიქით ძალიან პრინციპული, მაგრამ დაფიქრებული ნორმალური ეგზალტაციის გარეშე. სამწუხაროდ ამ გზამ განიცადა საქართველოში სრული კრახი, შეიძლება ითქვას. 26 ნოემბერს ეკას პირველი მდივანი ჯუმერ პატიაშვილი მოსკოვში გაემგზავრა. საკავშირო უმაღლესი საბჭოს სესიამდე საკითხის დადებითად გადაწყვეტის გარანტიას ვერავინ იძლეოდა. როდესაც ასე დაუდერიასთან აღარ საქმე, ყოველთვის უწყლობა ჯობია. ბევრს ისიც არ აკმაყოფილებს, რა გადაწყვეტილებაც ჩვენმა საქართველოს უმაღლესი საბჭოს სესიამ მიიღო. არნახული მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა ამ გარემოებას, მაგრამ აი ამ გადაწყვეტილების მიღება, რაც დიდი მოვლენა იყო ჩვენთვის, შევძლებთ კი ჩვენ იმას, რომ საკავშირო სესიაზე მოხდეს ასეთივე, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილება. თქვენ პირად პოზიციას იმ შემთხვევაში თქვენ რას გააკეთებთ? აქ ალბათ არ შეიძლება. თქვენ ვიტყვით დელეგაციის სახელით, თქვენს თქვით პირადად თქვენი სახელით, ბატონო. აი, ჩემ პირადად ჩემი სახელით მოგახსენებთ. თუ საკითხი დადგა ასე, რომ უცვლელად იქნა კენჭის საყრელად წარმოდგენილი უცვლელად, აი იმ სახით, რა სახითაც პროექტში არის, მე პროტესტის ნიშნად ავდგები და გავალ დარბაზიდან. ჩემი აზრით, ეს წინადადება მიღებული არ იქნება. და ამას მოყვება არასასურველი რეაქცია ოფიციალური ხელისუფლებისაგან. ამას გათვალისწინება სჭირდება. თუ მე ვცდები ეს ღმერთმაქნას და მართალი იყოს ის საზოგადოება, ვინც ფიქრობს, რომ ამას სერიოზულად განიხილავენ თუნდაც ჩვენთან რესპუბლიკაში და მით უმეტეს მოსკოვში. მოგიწოდებთ. მშვიდობიანად, გონიერად, საკუთარი ამბიციების გარეშე, საერთო ინტერესები და სადმე ყველაფრის დაქვემდებარების. გვაქვს თუ არა ჩვენ უნარი, რომ ეხლა ყველაფერი დაუქვემდებაროთ ჩვენი ერის, ჩვენი ხვალინდელი დღის კეთილდღეობას. თუ მზათა ვართ, რომ გავწიროთ ყველაფერი, ოღონდ დავიკმაყოფილოთ ერთწუთიანი ჩვენი ემოციები. 29-ში რაც არ უნდა მოხდეს ხალხო, ჩვენ ვიცოდეთ, რომ ეს ჩვენგან არ მოდის, ის პროვოკაცია. ერთი რამეცა შეიძლება რაღაცების მოთმენაზეც კი წავიდეთ ამის გამო, იმიტომ რომ იდეა, რომელთვისაც ჩვენ იქ შევიკრიბებით, წმინდათა წმინდაა. წმინდათა წმინდა, რისთვისაც ასაერთოდ ადამიანი იბადება, რისთვისაც ერი არსებობს ამ ქვეყანაზე, რომ დამოუკიდებელი როგორ არ უნდა ვიყოთ ხალხო. Мы на собственном опыте убедились, что управлять обществом демократическими методами неизмеримо сложнее, чем авторитарными. Но демократизация – единственный путь к оздоровлению общественной атмосферы, преодолению социальной закомплексованности личности. რვადღიანმა საზოგადოებრივ პოლიტიკურმა უნებათა ხელვამ შედეგი გამოიღო. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი არ დამტკიცდა. Любая поспешность и неосторожность способны одним махом перечеркнуть те огромные политические завоевания, которые достигнуты за годы перестройки. ნოემბრის მოვლენების ბოლო აკორდი ქართველი ხალხისადმი მიხეილ გორბაჩოვის გულთბილი რადიომიმართვა აღმოჩნდა. Михаил Сергеевич, было зачитано ваше теплое обращение к участию Советской Грузии, грузинскому народу. Оно воспринято с огромным воодушевлением и с пониманием. საქართველოს ახალგაზრდობას ჩვენ რაც შეგვეძლო ვეცადეთ რომ მოგვეძებნა და ჩამოგვეყალიბებინა ისეთი ფორმულირებები რომ მაქსიმალურად ყოფილიყო გათვალისწინებული საქართველოს აზრი.
ამგვარად ვიმუშავეთ იმისათვის, რომ საკავშირო ფედერაციულობის პრინციპის დაურღვევლად საქართველოს საზოგადოებრივობის მოსაზრებებს კიდევ უფრო გაეწიოს ანგარიში. ჩემი დამოკიდებულება საქართველოსადმი ყოველთვის იყო და არის მოკრძალებული. აღსავსე დიდი პატივისცემით ქართველი ხალხისადმი. სიყვარულისა და აღტაცების გრძნობები მომავალშიც ურყევი იქნება. მე ღრმად მწამს, რომ ქართველი ხალხი, საქართველოს ახალგაზრდობა, საქართველოს კომუნისტები გამოიჩენენ უაღრესად დიდ სიდინჭეს, წინდა ხედულებას შექმნილი მდგომარეობის გადასალახავად. გადაეცით ყველას, რომ საქართველოს და მის მშრომელებს საფუძველი აქვთ იყვნენ სრულიად დაჯერებულნი და შვიდნი. მიხეილ სერგისძე გორბაჩოვი. ოპოზიცია, რომელიც საფიქრო და მიტინგებს ატარებდა, მათ სჭირდებოდათ, დამთავრდა ეს თემა, ხო? გადაწყდა, რომ არ უნდა მოხდეს. როგორ უნდა დაიშალონ? უნდა დაიშალონ არა გამოსვლის შემდეგ, როცა გამოვა პატიაშვილი. უნდა დაიშალონ მაშინ, როდესაც გამოქვეყნდება დეპეშა გარბაჩოვის. დეპეშა, რომელიც მას არ დაუწერია. აი ეს ხდება, იცით? აი ვინ გააკეთა, როგორ გააკეთა ეს ისეთი თემაა, რომელსაც მკვლევარები, მე არ ვიცი, მე-12 საუკუნის და მე-15 საუკუნის ისტორიას ეძიებენ ახლა და კვლევაძიებას ატარებენ. რა უნდა ამას დიდი დრო არ ჭირდება ამას. და ვინ დაწერა ეს დეპეშა? არ ვიცი თქო, მაგას გეუბნები, ეს გასარკვევია იქ ვინც აი შტაბში ვინც მოვაწეობდნენ. მე არ ვიცი ეს. და სწორედ ფილმის გადაიღეს მაშინ ეროვნული მოძრაობის, ეროვნულ დემოკრატიულმა პარტიამ კრემლმა უკან დაიხია. მაშინ როდესაც როგორ დაიხია და როგორ მე ვარ ამის მოწმე. როგორი ბრძოლა მიდიოდა იქ მოსკოვში. წინააღმდეგობა იყო, ლუკიანოვი წინააღმდეგი იყო მაგალითად. ერთი მოთხოვნები, რომელიც არ ითვალისწინებდა საქართველოს გასვლა საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან და რომელი მოთხოვნებიც არ ითვალისწინებდა იმპერიის ერთიანობის დაგროვებას, იმაზე კომუნისტები დიდი ზეწოლის შემდეგ უკან იხევდნენ, მაგრამ აი ესეთი მოთხოვნები, რომელიც უკვე ითვალისწინებდა ნამდვილ თავისუფლებას, იქ უჭირდა, მაგრამ იქაც ხო გამოიყო შედეგი, ხო არ არის საბჭოთა კავშირი. და საჯაროობა არა მარტო მე, არამედ ჩვენს ეროვნულ დემოკრატიულ პარტიას მიაჩნია ფიქცია და არა მარტო პარტიას, თითქმის დიდ უმრავლესობას აქ მყოფისა. ეს არის ფიქცია, ეს იყო იძულებითი ნაბიჯი კრემლისა, რომ კოსმეტიკური საშუალებებით შეელამაზებინა გარეგნული ფასადი, მაგრამ შინაგანი არსი უცვლელი დაეტოვებინა, მაგრამ სიტუაცია გამოვიდა მისი კონტროლიდან ამჯერად და ეხლა ის უკვე ცდილობს ამ ახალი კანონპროექტებით, ბოლონიმუში შედევრის სახეზე გვაქვს, აი ეს წინ გაითვალისწინოს რაღაცეები, რომ ეს ხალხი როგორმე კვლავ იმ ბოთლში ჩაამწყდიოს, საიდანაც ეხლა გამოუსხდა. შედარება არ შეიძლება იმ დემოკრატიისა, რომელიც დღეს ხორციელდება, რომელიც არის დღეს ჩვენში და რომელიც 2 წლის წინ. კრემლს იმდენად სწამდა, იმდენად ჯეროდა, რომ ესე იგი დემოკრატიული მოძრაობები, ეროვნული მოძრაობები, კაი გაგებით ესე იგი ნაციონალისტური მოძრაობები, იმდენად ვიწორო, კარჩაკეტილი იყო, რომ ვერ გაითვალისწინა რეალურად ეს საშიშროება, იმიტომ რომ თვითონვე დაიჯერა იმ ტყულის, რასაც წლების განმავლობაში გაზეთებში წერდა, რომ ეს არის ექსტრემისტი ერთი ჯგუფი და ასე შემდგომ. და თვითონვე მოექცა ესე იგი ამ ილუზიების ქვეშ და მან ფაქტიურად იფიქრა, რომ ესე იგი არა ყოველგვარი რისკის გარეშე შეეძლო დემოკრატიულობით თამაში, მაგრამ ის წარეთ შეცდა და ჩემი აზრით ეს გორბაჩოვის შედეგი არ არის, ეს არის შედეგი უპირველეს ყოვლისა ხალხის გამოფხიზლების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების, რომელიც დასავლეთიდან შემოდის და უფრო მეტად, ყველაზე მეტად ეს არის დამსახურება დასავლეთის, კერძოდ ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციისა და ბოლო ეს კიდევ ეს არის სტრატეგიული თავდაცვის ინიციატივა პრეზიდენტისა, რომელმაც ფაქტურად საბჭოთა დააგენა იმის წინაშე, რომ ან უნდა წასულიყო განიარაღებაზე, ფაქტობრივ განიარაღებაზე, ან და უნდა წამოეწყო თვითონაც ამ გეგმის მასობრივი განხორციელება. რა მოიტანა 22 ნოემბრიდან 29 ნოემბრამდე აი ამ შიმშილობამ? ძალიან მოკლედ თუ შეიძლება თქვენი ამან მოიტანა ეროვნული თვითშეგნების ამაღლება, ეროვნული ნების კიდევ უფრო გამოღვიძება. ამან მოიტანა ხალხის ნების ხალხის გააქტიურება, უზარმაზარი ეტაპი იყო. და ის იმ მოთხოვნის საქართველოს მოსახლეობის კონსოლიდაცია, მოთხოვნაში რა მოიხსისულელე. ეგ ჩემთვის საფერი არის. არავის საფერი არის. ანუ რატო იყო ამ ხელა? არა, რა მოთხოვნის მოთხოვნის ახლა რო გითხრათ ის იმას ეგ საერთოდ შემოგდებული ამბავი. თვითონვე იცოდნენ უკან წაეღოთ. ჩვენთვის ეს გამოსვლები მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ ეს იყო ეტაპი სწორედ საქართველოს დამოუკიდებლობის
მოთხოვნის გაჟღერების საქმეში. და ერის ნების აბა ეს იყო თავარი მოთხოვნა და ასისულელი რაზე ვლაპარაკობთ აფხაზეთის საქართველოს განუყოფელი ორგანული ნაწილია და ვერავით არის ჩაჩკანი, ვერავით არის ფარი და ვერავით არის მახვილი. ჩვენ ამ მიზანს ვერ ჩამოგვაჭრით. საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის პარალელურად ქვეყნის ტერიტორიული რღვევის პროცესი ძლიერდებოდა. რუსეთის კეთილსურვილებთან ერთად აპრილის ტრაგედიამდე ერთი თვით ადრე 1989 წლის 18 მარტს აფხაზეთში, კერძოდ გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნში, აფხაზეთის სახალხო ფორუმის ინიციატივით ფართომასშტაბიანი ნაციონალური ბოროტება დაიწყო.